მოგესალმებით, მე ვარ სნუბი. ეს კიდე FIFA M9 არის. სანამ მე 9-ზე გადავალთ, მოდი იქამდე ამ headset-ზე ვისაუბროთ. იტა მეკითხოთ, ჩემს წინა headset-ზე ესეთი პრობლემა მქონდა. აი ეს არის იყო რკინა, იყო პლასტმასი და გადათხა. headset-ის გამოყენება შეგვიძლია ჯეკით, ანუ შეგვიძლია ტელეფონზე შევაერთოთ, პირდაპირ PC-ზეც შეგვიძლია ჯეკით გამოიყენოთ. notebook-ზე მოკეთ სადაც შეერთდება, ყველგან შეერთდება და გამოიყენებ. 7-დან 0 კაბელი, არა 7-1. მოკეთ 7-1 მის მიღება შეგვიძლია. აი აქ ვაწერე კიდევ, USB და როგორ მუშაობს ეს რა. აი ესე, აი მასში ვაერთებ. შევ, უფრო დიდი კაბელი ხდება. საკმაოდ დიდი არის, ფაქტიურად უკაბელო სასმენი მგონია მაგ. შევილა უიარო, თავი კაბელი ოდნავაზე ვითავწიო. ან მინიმუმ შეგვიძლია ესეთი რაღაც ვქნა, აი მას ხოპ, რაღაცა ესე მივე მაგრო. ეგ არის. იმაგრებული მაქვს ესე აქვე კაბელი. ხელი ამბი. როცა შეერთებული გვაქვს, აი ესე მივაკლიკავთ. შევ, 7-1 გააქტიურებულია. 7-1 გამოგადგებათ ისეთ თამაშებში როგორიც არის, თუნდაც CS2, მოკეთ შუთერებში არის უფრო გამოსადეგი, ანუ სადაც გჭირდება გაიგო და ხულებით ზუსტად საიდანაა შენი მოწინააღმდეგე რა. მარჯვიდან მოდის, მარცხნიდან მოდის, ზევით არის, ქვევით არის. გავს ხმები 7-1-ში უკეთ ისმის. აი ეს მისთვის არის 7-1-ობა. აქვე გვაქვს სამართავი პანელი, აწევა ხმის და იმისი აქვეა მიკროფონის ხმის აწევა-დაწევები. ესეთი მაისურის გამომიგზავნა FIFA-მა. მიკროფონსაც შეხება. ესე გამოიყურება ჩვენი მიკროფონი. არ მქონდა ამოღებული ყუთში მქონდა და გარკვეული ბიცის და გამო. ნახოთ ერთი როგორ მუშაობს, შესაძ შევაერთო ერთიც არ ვიცი. აი აქ ყოფილი. ჰოპ, ჯერდა. ჯა. ეხლა გესმით ხმა აქიდან. ამას ვეძებდი. მივით ყოფილი თუმე დაყენებული. არ ვიცი როგორი ხმა. შეაფასე. ეხლა ფილტრები მიყენია, მოდი ეხლა ყველანაირ ფილტრებს გავთიშავ რაც მაქვს. აბა ესე როგორი ისმის, ეხლა არის ყველანაირ ფილტრების გარეშე. აი ახლა უნდას მივიდეთ. უკაცრავად. რაც შეიძლება რა, მინდა ახლა გავტესტოთ თუ იმუშავებს კომპიუტერზე. გავაქტიურე. ჯო, ეგ არის. ეს მუშ, ანუ ეს არის. ხო, მე დადგერ მომენტი ქონდა, მაგრამ სტერეო არ არის? ნახეთ, ის ჩემი ძილა შევცვალოს ძლიერი ხმის. აი ხარ არის მაქსიმალურზე ხმა. მონოსტერეოს ამბავი. всё, ეხლა არის სტერეო. მონოზე იყო გადართული. შეგის გავასწორეთ. კიდე გვაქვს noise suppression-ის შართვის ამბავი. ვნახოთ, ოიხსნიბარე პრინციპში. აი ეგ არის ხილაკი. აი ეგ არის. აღდები როა. ეს არის ჩართული noise suppression-ი. ეს არის გათიშული noise suppression-ი. ნუ noise suppression-ის ახლა ოთახში გადასვლა გინდა იყოს, გინდა არა. ეგ ამბავია. მაინტერესებს მას აი ხა როგორი მაიქნება ამას ნუ მოვისმინე თქვენთან ერთად. მიკროფონი კაია ცუდი ეს ამბავი რა. ანუ გამოდგება მაგალითად რომ ადამიანები იყიდოს მარტო ეს მიკროფონი და არ დაჭირს. ანუ ფილტრები მეყენა კიდე მოდი ფილტრების ის რო გავთიშა. ეს OBS-ის ფილტრების გარეშე. კონიცულება არ იქნება დიდად, იმიტომ ამას არ ამგონია რომ განსაკუთრებული ფილტრი დაჭირდეს. ორი ამბავი. ესე იგი M9-საც შეიძლება. ხო, აი დადგერ მომენტი ქონდა. მაგრამ ხო, არ არის. მონოში იყო ჩართული აშკარად. იდეალური ხმა. შენი შართვის ამბავი. ანუ თავისებური კიდე ის მინუსი აქვს ახლა მიკროფონს რომ დება. მაგრამ ნუ ორი მოყვება და თუ მარტო იმისთვის ვიყენებთ ახლა რომ აი ესე კომპიუტერთან დასაჯდომოთას ასაუბროთ, მაშინ რა თქმა უნდა, შეგვიძლია ეს ჩაუტოთ, მეორე დავიყენოთ, იქამდე მე ის დაიტენება, დავანაცვლოთ და ასე შემდეგ რა. თქვენ უჩირავდებთ იტენება. ხა ვისაუბროთ იმაზე თუ რამდენი ხანი გაძლევს ეს მიკროფონი. მას უწარია რომ ძლევს 6 საათი. ხოლო მიმღები ძლევს 12 საათი. გვეუბნებიან რომ თავისი 5-თვის დატვენვით ძლევს 30 საათამდე. რაც შეეხება მოქმედების სიშორეს, წარმოებლის თქმით, ის 50 მეტრის დაშორებით მოქმედებს. ედუნეში კარგად გავტესტავ მე. ედუნე! თავის კატეგორიაში შვენიერი არჩევანია მგონი თავის ფასისგან გამომდინარე თან. მადლობები FIFA-ის, რომ ესეთი რაღაცები გამომიგზავნა. ედუნეში გამოვიყენებ ხოლმე. უკეთის მოგეთება ხა. თქვენ შეძენათ თუ გსურთ, ლინკს დავტოვებ ფაქტ წერაში, ყველანაირი სადაც გამოგადგებათ მის შესაძლებლად. შეხვდებით შემდეგ ვიდეოებში. ნახვამდის.